დაწერა თუ არა თვითონ წერილი თორნიკე რიჟვაძემ, ვიდრე სავარაუდოდ თვითმკვლელობას სცადა. ტექსტი, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის სახელით გავრცელდა, სამთავრობო მედიებმა გაასაჭაროვეს. მასში თორნიკე რიჟვაძე თითქოს უარყოფს კორუფციისა და ეგრეთ წოდებული ბარიგების მფარველობას, ამბობს, რომ მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები მისი დავალებით და მითითებით მოქმედებდნენ და თითქოს თავისი ოჯახის დაცვას თხოვს ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს. ამ წერილში ნახსენებია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანიც, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მისი დედის სახლში სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში. ალექსი ახვლედიანთან იზოლატორში მისი ადვოკატი იყო შესული. ზურა პეტროსიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. ზურა, თუ გააკეთა განმარტებები ახვლედიანის ადვოკატმა და გრძელდება თუ არა საგამოძიებო მოქმედებები მის სახლში? სოფო, მცირე განმარტებები გაკეთდა, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. მთავარი ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, ისევ არის საგარეჯო, ჯაფარიძის ქუჩა, ის სახლი, რომელშიც მოხდა სავარაუდოდ ეს თვითმკვლელობის მცდელობა და რადგან ახლა უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები და ყვითელი ლენტი არის ჩახსნილი, ჩვენ შეგვიძლია რომ შევთვალიეროთ ეს ტერიტორია, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აქ საგამოძიებო მოქმედებები, ჟურნალისტებს არ ჰქონდა საშუალება რომ გვენახა თუ რა ხდებოდა ადგილზე. ეს არის სწორედ ის სახლი, რომელიც არის ალექსი ახვლედიანის დედის კუთვნილებაში და არის ასევე დანაშაულის ადგილი. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ჩვენ მოგვეცა ამ ტერიტორიაზე შემოსვლის და ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა, ფაქტობრივად ეს რკინისკარი არის ჩარაზული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით ფაქტობრივად დაფიქსირება იმის, რომ იქ ადამიანი იმყოფება, ჩვენთან ბუნებრივია ის არ გამოდის და არ აკეთებს კომენტარს. ასევე მნიშვნელოვანი დეტალი არის სწორედ ეს ავტომობილი, რომელსაც სპეციალური ნომრები აქვს და ეს არის ერთადერთი ავტომობილი, რომელიც აქ დარჩა მას შემდეგ, რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ათობით გამომძიებელი, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ აქ და ჩვენ დავაფიქსირეთ კადრები, როგორ მოხდა მათ შორის ნივთმტკიცებულებების გატანა, ასევე დღის პირველ ნახევარში მოხდა სავარაუდოდ იმ იარაღის ამოღება, რომლიდანაც მოხდა გასროლა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ ასევე მეზობლებთან გასაუბრებას, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით აქ უნდა ყოფილიყო და უკვე ვიცით პრინციპში დადასტურებულად, რომ ღამის 2 საათიდან 3 საათამდე მიმდინარეობდა ეს შეხვედრა და შესაბამისად თუ იყო გარკვეული ტიპის შელაპარაკება ან გასროლა იყო, უნდა გაეგო ვინმეს. თუმცა საინტერესო არის, რომ ფაქტობრივად აი ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ეს ერთი სახლი არის დასახლებული, რომელიც რამდენიმე შენობა ნაგებობისაგან შედგება, თუმცა სხვა დანარჩენი სახლები არის მიტოვებული და შესაბამისად ჩვენ ვცადეთ კიდევ ერთხელ აქ მეზობლებთან გასაუბრება, თუმცა ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. ის ადამიანები კი, რომლებიც ოდნავ მოშორებით ცხოვრობენ ამ სახლიდან, როგორც ვთქვით, არ ფლობენ ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ არ გაუგიათ არაფერი. ასევე ჩვენმა კამერამ დააფიქსირა ის, რომ ეს მეზობლები მოწმების სახით დიდი ალბათობით იყვნენ გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან მას შემდეგ რაც დააბრუნეს ისინი ტერიტორიაზე სპეციალური მანქანით, ისინი შევიდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლში და მას შემდეგ ჩვენი მცდელობის მიუხედავად ჟურნალისტებთან არ გამოსულან. ასევე ქონდა მცდელობა, რა თქმა უნდა, გამომძიებლებთან საუბრისა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი, კითხვები არის ძალიან ბევრი, მათ არ სურთ ჩვენთან არანაირი კომენტარის გაკეთება და ერთადერთი, რითაც ხელმძღვანელობ ჩვენ ამ დრომდე არის ის განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრო მალევე დილით გავრცელა და იქ არის საუბარი თვითმკვლელობის ვერსიაზე. აი ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი დეტალი და ასევე შეიძლება ითქვას პროსტორად მნიშვნელოვანი არის ის წერილი, რომელსაც ავრცელებს დილიდან სამთავრობო მედია და საინტერესო არის ის, რომ ფაქტობრივად გავრცელდა ორი სხვადასხვა ვერსია. თავდაპირველ ვერსიაში იმ წერილისა, რომელსაც მიაკუთვნებენ თორნიკე რიჟვაძეს, იყო ნახსენები მხოლოდ მისი შვილი ან შვილები. რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომელიც ცოტა მოგვიანებით გავრცელდა, უკვე იყო ჩამატებული ასევე სხვა ოჯახის წევრი, საუბარი არის ცოლზეც და ეს ორი სხვადასხვა ვერსია დაახლოებით 2 საათის ინტერვალით გავრცელა სამთავრობო მედიამ. ასევე ზოგიერთი მაყურებელი და მათ შორის Facebook მომხმარებელი იმასაც აღნიშნავდა, რომ წერილის ორი წერილის შემთხვევაში არის განსხვავებული კალამი გამოყენებული, თუმცა ეს რა თქმა უნდა არის ვერსიები, რომელზეც საუბრობენ როგორც Facebook მომხმარებლები, ასევე სხვა ადამიანები. მოკლედ აქ სიტუაცია არის ასეთი, რომ ახლა საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არის, ტერიტორია ყვითელი ლენტი არის ჩახსნილი და არავინ ფაქტობრივად სახლიდან არ გამოდის იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამატებითი დეტალების გარკვევა.
იარაღის ამოხება მოხდა უკვე რომ ორი სიტყვით რო გიწყეთ რა დადგინდა ამ საგამოძიებო მოქმედებით ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საგამოძიებო რაიმე სიახლოვე ამოღებული იქნება რაღაც არ დამახ ამოღებული დამტკიცებულებები ანუ ამდენი საერთებულებები რაც შეეხება ალექსი ახვლედიანს ის ამ დროისთვის არის უკვე გადაყვანილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მოინახულა ის უფლებადამცველმა ბუნებრივია რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს აი ამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ის უნდა ფლობდეს ამ ინფორმაციას მათ შორის ვრცელდება სხვადასხვა ვერსია თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ამ შეკრების დროს ჩვენ შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ ორზე ეს არის თაოთორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი თუმცა სხვადასხვა ვერსიით შეიძლება სხვა ადამიანების იმყოფებოდნენ ამ კითხვაზე პასუხი მას არ გაუცია ასევე არ იყო საუბარი თუ რატომ იყო ამ საუბრის დროს იარაღი იქ რომელსაც გამოძიება მოხდა რომ დაუდევრად იყო იქ ყოველ შემთხვევაში ამ კითხვებზე თავად ალექსი ახვლედიანს არ უპასუხია თავად უფლებადამცველი განმარტავს რომ ალექსი ახვლედიანის მდგომარეობა ამ დროისთვის არის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მას შემდეგ რაც ის შეძლებს უშუალოდ მასთან აი ამ დეტალებზე გასაუბრებას ეს ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის ადამიანს ვერ დაველაპარაკე უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს ამიტომ კითხვაც ვერ დაუსვი რა უბრალოდ მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი რომ ეხლა ასეთ მდგომარეობაში ყოფ ადამიანს კითხვა დაუსვა საერთოდ არაფერი არ უთქვამს არაფერი არ მithქვამს არაფერი არ მე კითხვა არ დამი უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავეცანი და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე რაიმე დახმარება ხომ არ შეიძლება საქმის მასალებზე წვდომა ამ ეტაპზე არ მაქვს არ გადმომცემია ბრალი წარდგენილი არ აქვს ადამიანს და აქედან გამომდინარე რა ინფორმაციაც თქვენ იცით იგივე ვიცით საგარეჯოში ჯავახიშვილის ჯაფარიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არის. ერთადერთი რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ არის ის რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ეს არის თვითკვლობამდე მიყვანის მუხლი, რომელიც ასეთ შემთხვევაში არის მუხლი, რომ დაიწყება გამოძიება და შესაძლოა შემდგომ მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება. რაც შეეხება ალექსი ახვლედიანს, მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით და ეს არის სწორედ ის ორი მუხლი, რომელთაც ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო ძიებები.